ტრამპი ახშობს ირანს სპარსეთის ყურეში, მას შემდეგ რაც რეჟიმმა სცადა ქუვეითისა და ბარეინის მიზანში ამოღება რაკეტებითა და დრონებით, ქუვეითის აეროპორტზე თავდასხმიდან 48 საათის შემდეგ. ამ შაბათს 2026 წლის 6 ივნისს თეირანი არ უტევს იმიტომ რომ ძლიერია, არამედ ერია, არამედ იმიტომ რომ ამერიკული ალყა უკვე ნავთობს, რადარებს, დრონებს, გატინულ ფულს და აიათოლას ბირთვულ მოლაპარაკებებს შეეშეეხო. რეჟიმმა სცადა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყენებული ბაზები პოლიტიკურ სამიზნედ ექცია. რეგიონულ ზეწოლაზე გააკეთა აქცენტი და შიშზე ითამაშა, რათა დათმობები მიეღო. ტრამპმა უპასუხა ისე, რომ თამაში შეცვალა. ჩამოაგდო დრონები, დაარტყა ირანის სანაპირო რადარებს და უარი თქვა მილიარდობით დოლარის გადახდაზე რეალური უკანდახევის მტკიცებულებამდე. რას ცდილობდა ირანი დაემალა? რატომ დაუმიზნა აიათოლამ ქუვეითსა და ბაჰრეინს? როგორ შემოაბრუნა ტრამპმა ზეწოლა თეირანის წინააღმდეგ? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. დაძაბულობის ახალი ტალღა მაშინ დაიწყო, როცა ამერიკულმა ძალებმა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის მიმართულებით გაშვებული 4 საბრძოლო დრონი შეაჩერეს. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ დრონები პირდაპირ საფრთხედ მიიჩნია რეგიონული საზღვაო მოძრაობისთვის და მალევე დაარტყა სანაპირო მეთვალყურეობის ობიექტებს გორუკეში და კექსინის კუნძულზე. პასუხი სიმბოლური არ ყოფილა. ვაშინგტონმა მიზანში სწორედ რეგიონის რეჟიმის თვალები ამოიღო. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ დაარტყა სანაპირო მეთვალყურეობასა და კექსინს. მალევე დაარტყა გორუკეს და შემდეგ ცენტრალურმა სარდლობამ რეგიონული საზღვაო მოძრაობის მიმართ ირანული დაშინების წინააღმდეგ სანაპირო მეთვალყურეობას მოკიდა ხელი სპარსეთის ყურეში. ირანმა სცადა პასუხისგაცემა ქუვეითისა და ბაჰრეინის მიმართულებით, ორ სენსიტიურ რეგიონში, სადაც ამერიკული ყოფნა ახლო აღმოსავლეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქუვეითმა განაცხადა, რომ მის საჰაერო სივრცეში შესული რაკეტები ჩამოაგდეს, რის შედეგადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა და მატერიალური ზიანი მიადგა. ბაჰრეინმა ჩართო საჰაერო განგაშის სიგნალები და მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლა ურჩია. ირანის რეჟიმმა სცადა ეს ქმედება შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულ ბაზებზე შურისძიებად წარმოეჩინა, მაგრამ რეალური შეფასება სხვა. თეირანი ცდილობდა სპარსეთის ყურის ქვეყნები მუქარის ვიტრინად ექცია, რათა ტრამპი შეეჩერებინა. შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანმა რეგიონში 7 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. 6 მათგანი ჩამოაგდეს და მიზანს ვერ მიაღწია. ასევე უარყო ირანული ვერსია, თითქოს ბაჰრეინში ამერიკის მეხუთე ფლოტის ბაზას ზიანი მიაყენა. ეს უარყოფა მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, როგორ ცდილობს თეირანი პროპაგანდაში გაიმარჯვოს, მაშინ როცა სამხედრო ველზე ვერ ახერხებს გამარჯვებას. რეჟიმი ისვრის, აჭარბებს, აცხადებს ზიანს და შემდეგ ცდილობს შიში დათესოს. ტრამპი სხვა ლოგიკით მოქმედებს, ამცირებს შესაძლებლობებს, ამცირებს თავდასხმის შესაძლებლობას და ინარჩუნებს ზეწოლას, სანამ ირანი რეალურ შეზღუდვებს არ დათანხმდება. ირანის შეტევა მოჰყვა ამერიკული ნაბიჯების სერიას, რომლებიც მიმართული იყო რეჟიმის ფინანსური ბირთვის წინააღმდეგ. ვაშინგტონი ამკაცრებს კონტროლს ირანულ ნავთობთან დაკავშირებულ გემებზე და ფარულ მარშრუტებს ომის შენარჩუნების ნაწილად მიიჩნევს. ლოგიკა მარტივია. სანამ ირანს შეუძლია ნავთობის ფარულად გაყიდვა, მილიციების დაფინანსება, რაკეტების მარაგის აღდგენა და ტრამპი ამ თამაშში არ ჩაერთო. მან პროვოკაციის ფასი თეირანის ანგარიშზე დაწერა. აი სწორედ აქ ჩანს ქუვეითსა და ბაჰრეინზე თავდასხმა სასოწარკვეთილებას. თუ რეჟიმი თავს კომფორტულად გრძნობდა, არ დასჭირდებოდა რისკზე წასვლა და ესკალაცია იმ გოლფის ქვეყნებთან, სადაც ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურაა განთავსებული. ირანის ნაბიჯი გავს ზეწოლას იმ ადამიანისგან, ვინც მოლაპარაკებამდე ცდილობს ფასის აწევას. დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ ირანს ჯერ კიდევ აქვს ნაწილი თავისი რაკეტებისა და დრონებისა, მაგრამ მან ასევე აღნიშნა, რომ წარმოების, გაშვების და მართვის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურებულია. ეს განცხადება მნიშვნელოვანია, რადგან ანგრევს იმ ნარატივს, თითქოს თეთრი სახლი დაბნეულია. თუ ვაშინგტონს ზუსტად აქვს ინფორმაცია, რამდენი რაკეტია დარჩენილი, სად მდებარეობს დრონები და სად არის ქარხნები, ირანი ვერ აშინებს ბრმად მოქმედ დიდ ძალას. ის უპირისპირდება მანქანას, რომელიც აკვირდება, ელოდება და პასუხობს. თეირანიც ცდილობს გაკინული ფული მოლაპარაკების იარაღად გამოიყენოს. მოხსენ რეზაიმ, ირანის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის მრჩეველმა, მოლაპარაკების მაგიდაზე 24 მილიარდი დოლარის გაყინული აქტივების მოთხოვნა დააყენა. ირანელი თანამოსაუბრეების მიერ ნახსენები გეგმა ნათელია 12 მილიარდი დოლარი თავდაპირველი შეთანხმების შემდეგ და კიდევ 12 მილიარდი დოლარი მოგვიანებით. ეს არის მახე, რომლის მიღებაზეც დონალდ ტრამპი უარს ამბობს. რეჟიმს სურს ჯერ მიიღოს ფული, ფინანსურად ამოისუნთქოს და შემდეგ გააგრძელოს ბირთვული მოლაპარაკებების გაწელვა.
ირანის მთავრობა ამას ცდილობს. ირანის მთავრობას 2015 წლის ბირთვული შეთანხმება სურს. ვაშინგტონმა ირანს ფინანსური რესურსები გამოუყო დიპლომატიური პროცესის ფარგლებში, მათ შორის $400 მილიონი, როგორც საწყისი გადახდა, რომელიც ძველ დავას უკავშირდება. დონალდ ტრამპის პოლიტიკური შეფასება განსხვავებულია. ფული კონკრეტულ ქმედებამდე შანტაჟის ჯილდოდ იქცევა. ამიტომ თეთრი სახლის ზეწოლას ახორციელებს, რომ ირანმა გადადგას გადამოწმებადი ნაბიჯები, შეამციროს ბირთვული რისკი, დათანხმდეს მონიტორინგს და შეწყვიტოს სპარსეთის ყურის გამოყენება მუქარის იარაღად. სანამ თეირანი ხმაურს ქმნის რაკეტებით, ტრამპის მოლაპარაკეები სხვა ფრონტზე მოქმედებენ. სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ტენესის შტატში ოუქრიჯის ეროვნულ ლაბორატორიაში გაემგზავრნენ, რათა ბირთვულ სპეციალისტებთან გაემართათ კონსულტაციები, რომლებიც შეიძლება ირანთან მოლაპარაკებებში ჩაერთონ. თეთრი სახლი იწვევს ტექნიკურ სპეციალისტებს გამდიდრებული ურანის, ცენტრიფუგების, ბირთვული მასალის utilizatsiისა და შემოწმების საკითხებზე სასაუბროთ. ეს ნაბიჯი რეჟიმს აღიზიანებს, რადგან ტექნიკური მოლაპარაკება სიცრუისთვის ნაკლებ ადგილს ტოვებს. ირანი ყოველთვის ამოწმებს. ეს ნაბიჯი რეჟიმს აღიზიანებს, რადგან ტექნიკური მოლაპარაკება სიცრუისთვის ნაკლებ ადგილს ტოვებს. ირანი ყოველთვის ცდილობდა თავისი ბირთვული პროგრამა სიტყვების ბრძოლად, ორაზროვანი განცხადებებითა და გაწელილი დაპირებებით ექცია. როდესაც საქმეში ერთვებიან სპეციალისტები, რომლებიც შეუძლიათ შეამოწმონ მასალა, ვადები, მარაგი და გამდიდრების შესაძლებლობა, თამაში რთულდება. დონალდ ტრამპი ნდობას არ ითხოვს, ის პასუხის მოთხოვნისთვის ემზადება. სწორედ ამ ეტაპზე იკვეთება სამხედრო კრიზისი და ფინანსური მოლაპარაკება. თეირანი ისურის, რათა ზეწოლა მოახდინოს. დონალდ ტრამპი ფულს აკავებს, რათა ზეწოლას გაუმკლავდეს. ქუვეითი და ბაჰრეინი ამ დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდნენ, რადგან ირანს ესმის, რომ ამერიკული სამხედრო ყოფნა სპარსეთის ყურეში ამ ქვეყნების სტრატეგიულ სტრუქტურებზეა დამოკიდებული. ბაჰრეინში განთავსებულია მეხუთე ფლოტი, რომელიც ამერიკული საზღვაო ძალების მთავარი საყრდენია რეგიონში. ქუვეითს ვაშინგტონთან სამხედრო თანამშრომლობის ისტორია აქვს და რეგიონული უსაფრთხოებისთვის მგზნობიარე კვანძს წარმოადგენს. ამ ადგილებზე ყურადღების გამახვილებით, თეირანი ცდილობს მიანიშნოს, რომ მისი ნავთობის ბლოკირებას სერიოზული ფასი ექნება. ამერიკული პასუხი აჩვენებს, რომ ნებისმიერ ირანულ თავდასხმასაც მოხვება პასუხი. ქუვეითის აეროპორტზე თავდასხმა, რომლის შესახებაც რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, კიდევ უფრო ამძაფრად დაპირისპირება, რადგან კრიზისი სამოქალაქო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ზონაში გადაიტანა. ქუვეითმა განაცხადა ზიანის, დროებითი საქმიანობის შეჩერებისა და უცხოელებს შორის მსხვერპლის შესახებ ამ ინციდენტის შემდეგ. ამის შემდეგ ქუვეითისა და ბაჰრეინის წინააღმდეგ რაკეტების გაშვებამ კიდევ უფრო გაამყარა შეხედულება, რომ ირანი მზად არის თავისი მეზობლები კრიზისში ჩართოს. თეთრი სახლი ამ სცენარს იყენებს თეირანის იზოლაციისთვის, რეალობა კი უფრო არასასიამოვნოა აიათოლასთვის. დონალდ ტრამპი ირანის საფრთხეს იყენებს მისთვის, რომ გაამართლოს თანდათანობითი მახრჩობელა სტრატეგია. ყოველი ჩამოგდებული დრონი ახალ მარშრუტს აჩვენებს. ყოველი განადგურებული რადარი რეჟიმის ხედვას ამცირებს. ყოველი ჩამორთმეული რაკეტა აჩვენებს, რომ ირანის რიტორიკა საზღვარი აქვს. ყოველი მილიარდობით დოლარის მოთხოვნა აჩვენებს, რომ თეირანს ფინანსური ჟანგბადი სჭირდება. თეთრმა სახლმა ეს ესკალაცია ავიქვა როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ირანს არ შეიძლება წინასწარ მისცემ ფული, არ შეიძლება შეუნარჩუნონ შეტევის სტრუქტურა და არ შეიძლება მოლაპარაკება რაკეტების გამოყენებით არგუმენტად. თუ თეირანი შეთანხმებას უნდა მოუწევს დათანხმდეს შემოწმებას, ვადას, ბირთვულ შეზღუდვას და რეგიონული საფრთხის რეალურ შემცირებას, ვინც დრონების გზას აირჩევს, ვერ მიიღებს სხვა შედეგს. და ვინც რაკეტების გზასაც აირჩევს, კიდევ უფრო მეტ განადგურებულ რადარს, მეტ ჩაჭრას და შანტაჟისთვის ნაკლებ სივრცეს წააწყდება. ირანს სურდა, რომ სპარსეთის ყურე შიშის არენად ექცია. ტრამპმა შიში თავად რეჟიმის წინააღმდეგ მტკიცებულებად აქცია. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე სიმართლით კარგად ინფორმირებული იყო. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ ბრაზილიურ საზოგადოებასთან კიდევ უფრო მეტად იყო ჩართული. მილსონ ალვესი. მომდევნო შეხვედრამდე.